9-ჯერ რომ გადაგაგდო ვიღაცამ, დაგპირდა, მოგატყუა, კიდე დაგპირდა, კიდე მოგატყუა, კიდე დაგპირდა, კიდე მოგატყუა, კიდე დაგპირდა, კიდე მოგატყუა, რაღაცა მომენტში უნდა დადგეს პატივცემულო მაყურებლებო მომენტი, უნდა მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, როცა თავმოყარეობა უნდა იმუშაოს და თქვათ, რომ იმდენჯერ მომატყუე, მაგ დაპირების გამო კიდე ხმას ვერ მოგცე. თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს ეგეთი მდგომარეობა, რომ თქვენ გპირდებათ, გატყუებთ და თქვენ მაინც გარბი ხართ და ხმას აძლევთ, რა თქმა უნდა, ეგ პოლიტიკური პარტია მომავალშიც მოგატყუებთ, იმიტომ რომ რა ვიცი, მაინც აძლევთ ხმას და აბა რაში აინტერესებს მაშინ თქვენი სურვილების და თქვენი დაკვეთის შესრულება. არაფერი პრაქტიკული ინტერესი მაგ ხალხს არ აქვს. იმიტომ რომ იცის, რომ აი ჯიბეში უზიხართ. რაც არ უნდა მოხდეს, გაექანებით მაინც შემოხაზავთ 51-ს, ხო? ამას მართველი პარტიის მაგალითზე იმიტომ ხსნი, რომ ნუ ყველაზე დიდ ხანს საქართველოს უახლეს ისტორიის განმავლობაში არც ერთი ჯგუფი და არც ერთი მართველი არ ყოლია იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. დროის მონაკვეთში და ძალიან ბევრი ცრუ დაპირება დაუგროვდათ. რაღაცები რაც დაგპირდნენ და არ გააკეთეს. და თუ მათ ამაში არ გადაიხადეს პოლიტიკური ფასი, მოტყუებას და გადაგდებას გააგრძელებენ. კონსერვატორების საქართველოსთვის